თეთრი სახლის ინტრიგები, ვინ გაწირა ვითკოფი და რა ხდება ტრამპის გარემოცვაში. მორიგჯერზე ჩავარდნილი უკრაინის კაპიტულაციის გეგმა და კრიტიკული ვითარება ფრონტზე. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი. დღეს 27 ნოემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1363 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში და თავშივე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა რუსების გარღვევა ჰოლეოპოლის მიმართულებით და ეპიზოდის მეორე ნახევარში, როდესაც რუკებზე მიმოვიხილავ თუ რა ხდება ფრონტზე, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. მანამდე კი დავიწყებ მადლობით, მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც ალაიქებთ ვიდეოს, აქტიურობთ კომენტარებში, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. თქვენისაც გაქვთ დონაციის სრული, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომბერი არის, ხოლო ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ, ახლა გამოიწეროთ არხი. და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე YouTube-ის ალგორითმს კარნახავთ, რომ ვიდეო ყურებათ ღირს და სხვებსაც სთავაზობთ. ახლა კი დავიწყოთ ჩავარდნილი კაპიტულაციის გეგმის, უკრაინის კაპიტულაციის გეგმით. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მოწმენდილცაზე მედიაში გაჟონა 28 პუნქტიანმა გეგმამ, რომელიც თითქოს იყო ამერიკული გეგმა და სამშვიდობო გეგმა, ასე ვთქვათ. და 28 პუნქტი, თითქმის ყველა პუნქტი იყო საკმაოდ უხერხული, ყველაზე მსუბუქად რო შევაფასოთ უკრაინისთვის, თუმცა თუ პირდაპირ სახელს დავარქვით, შეიძლება ითქვას, რომ კაპიტულიანტური დოკუმენტი იყო და ყველაზე მეტად რამაც დაამძიმა მდგომარეობა იყო ზელენსკის მიმართვა, რომელიც ამბობდა, რომ რთული კვირაა მოსალოდნელი და უკრაინელებს მოუწევდათ ან ღირსებაზე უარის თქმა, ან შესაძლოა პარტნიორის დაკარგვა. და აქ ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ვიღაცებმა ჩაიფიქრეს. საქმე იმაში არის, რომ ძალიან მალე ამ 28 პუნქტიანი გეგმის გახმაურების შემდეგ სცენაზე გამოვიდნენ ევროპელი ლიდერები, მათ თქვეს, რომ ისინი მზად არიან უკრაინის დასახმარებლად და ასევე მეორე მხრივ სცენაზე გამოვიდა მარკო რუბიო, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თქვა, რომ ეს არანაირი შეთანხმების დოკუმენტი არ იყო, ეს იყო უბრალოდ სურვილების სია. ასე ვთქვათ, ამის შემდეგ უკვე სწრაფად გადავახტეთ მოვლენებს, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა თქვენ გამოიცის, თუმცა მოკლედ მაინც მიმოვიხილოთ. ჟენევაში შედგა შეხვედრა ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის და ამერიკის დელეგაციებს შორის, ჯერ ამერიკელები და უკრაინელები შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ უკვე ევროპელები და ამერიკელები და მოკლედ ეს 28 პუნქტიანი გეგმა ჰაერში გაქრა. და შეიქმნა 19 პუნქტიანი გეგმა, თუმცა რა პუნქტები იყო ამ 19-ში, ზუსტად ჩვენ არ ვიცით. ამის შემდეგ იყო საუბარი უკვე იმაზე, რომ ეს 19-ვე პუნქტი უკრაინას ხელს აძლევდა და ის თანახმა იყო ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე, თუმცა რჩებოდა რამდენიმე დეტალი, რომელიც ტრამპს და ზელენსკის პირადად უნდა შეეთანხმებინათ. და ასე ვთქვათ, არსებობდა ეგრეთ წოდებული დედლაინი, რომელიც დღეს გავიდა ამერიკაში 27 ნოემბერს და არც არაფერი ეს დედლაინი გაიარა, არავის აღარ ახსოვს ეს დედლაინი და ზოგადად ტრამპმა შეგვაჩვია, რომ მის დედლაინებს რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მოვლენები იმანად შეაფერხა, რომ სულ ცოტა ხანში აი ამ ყველაფრის ფონზე ბლუმბერგმა გახეთქა დიდი სკანდალი, სადაც სტივ ვიტკოფი, ტრამპის წარმომადგენელი, უშაკოვს პუტინის წარმომადგენელს ასწავლიდა, ინსტრუქტორს უტარებდა, პირდაპირ ვთქვათ, თუ როგორ უნდა ელაპარაკათ რუსებს ტრამპთან, იმისთვის, რომ შემდეგ ტრამპს აი ეს 28 პუნქტიანი გეგმა მიიყიდა, ასე ვთქვათ, ჭყალებში მიიყიდა, რა თქმა უნდა, დაეძალებინა უკრაინისთვის. და აქ მთელი ამბავი იმაში არის, რომ თვითონ ტრამპი ეცადა, რომ გაეუფასურებინა ეს ამბავი და თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავიო, ისო მომლაპარაკებელიო და ცდილობდა, რომ მიეყიდაო ერთი მხარისთვის მეორე მხარის პოზიციებიო, თუმცა მიუხედავად ამისა, ამას ძალიან დიდი და ხმაურიანი განცხადებები მოყვა სენატში, კონგრესში, მათ შორის რესპუბლიკელებს შორისაც და აქ კიდევ ერთხელ იჩინა თავი იმ განხეთქილებამ, რომელიც თეთრ სახლში, პირდაპირ თეთრ სახლში არა, მაგრამ ადმინისტრაციაში
ამერიკაში შეიძლება რომ არსებობდეს. ამერიკაში რესპუბლიკელებში არის ასე ვთქვათ ორი ფრთა, ერთი არის ეგრეთ წოდებული მაგა, რომელიც არის ტრამპი, დივენსი და მისი მიმდევრები და მეორე ფრთა ეგრეთ წოდებული რეიგანის რესპუბლიკელები, მარკო რუბიო აქ მოიაზრება და კიდევ რამდენიმე სენატორი. ჩვენ ძალიან ხმამაღალი განცხადებას ვნახეთ ვიტკოფთან დაკავშირებით, მათ შორის ასეთიც, რომ დაფინანსებულ ჯაშუშს მეტი რა უნდა გაეკეთებინაო და მის გადადგომასაც კი ითხოვდნენ, თუმცა ამ მიმართულებით არაფერი არ შეცვლილა. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე და ამ ყველაფერს და ზოგადად ჩემი აზრით სამშვიდობო მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა დღეს უკვე ვლადიმერ პუტინმა, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ არანაირი მშვიდობა არ იქნება, სანამ ის თავის მიზნებს არ მიაღწევს. ან უკრაინელები თავისით გავლენ დონეცკიდან და მერე შეიძლება ვილაპარაკო მშვიდობაზე, ან და მე ძალით მივაღწევ ამას, პრაქტიკულად ესეთი იყო შინაარსი, ანუ არაფერი ახალი არ უთქვამს პუტინს დღეს. ერთადერთი სიახლე უბრალოდ რამდენადაც მე მახსოვს, ვერ მოვასწარი გადამოწმება. პირადად პუტინმა თუ არ ვცდები, პირველად ახსენა ნოვოროსია. აი ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა. და აქ იგულისხმება, ეს არის ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ უკრაინა პრაქტიკულად მთლიანად არ არის საუბარი მხოლოდ ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონზე, პრაქტიკულად თელს აღმოსავლეთ უკრაინაზე არის საუბარი. კიდევ ერთხელ ვძახი ამ კონტექსტში, რომ მანამდე მას უხსენებია. და მოკლედ თუ კი ვინმეს უნდა გაგება იმისა, თუ ვის უნდა მშვიდობა და ვის არ უნდა მშვიდობა, ძალიან ცხადია, პუტინი ამას ყოველჯერზე ძალიან ხმამაღლა იძახის. პუტინმა ასევე ამავე ბრიფინგზე მედიასთან კომუნიკაციაზე თქვა, რომ კუპიანსკი აიღეს, რომ ვოვჩანკა აიღეს, პოკროვსკის რატომღაც აღარ ახსენებს, როგორ აიღეს ეს ყველაფერი ამას ოდნავ მოგვიანებით გაჩვენებთ, თუმცა აქ მთავარი ამბავი რა იყო, ჩემი აზრით. ამ პერიოდში მოგახსენებათ და ეცით, რომ ძალიან დიდი სკანდალი არის კორუფციასთან დაკავშირებული უკრაინაში, როგორც მათ შორის საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები წერენ, დივენსის პედალირებით მოხდა ზეწოლა უკრაინაზე, მათ იფიქრეს, რომ ახლა რადგან არის ეს კორუფციული შიდა სკანდალი, კარგი დრო იყო იმისთვის, რომ ზელენსკიზე გარედან, ამერიკიდან ამ შემთხვევაში ყოფილიყო ზეწოლა და მიეღწიათ აი ამ მშვიდობას ნებისმიერ ფასად, ამას ამერიკელებისთვის ქვია მშვიდობა ნებისმიერ ფასად, თორე უკრაინელებისთვის ეს კაპიტულაცია არის და შემდეგ ჩაერთო საქმეში რუბიო და რუბიომ გადაწონა, ასე ვთქვათ, და ეს 19 პუნქტიანი დოკუმენტი მიიღეს საბოლოოდ. მათ შორის გავრცელდა ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული მხარე, ასე ვთქვათ, წნეხს ახორციელებდა უკრაინაზე, მათ შორის იმისთვის, რომ ისინი თვლიდნენ, რომ აი ეს მედიას, ეს ამერიკის 28 პუნქტიანი გეგმა უკრაინელებმა მიაწოდეს. თუ კი ეს სიმართლეა და მართლაც ასე ხდებოდა, ეს ნიშნავს, რომ ტრამპს სჯერა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს იმხელა შესაძლებლობები, რომ ეს დოკუმენტი მოიპოვა და მერე მედიას მიაწოდა. მე პირადად ამაში ეჭვმეპარება, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას ასეთი შესაძლებლობები აქვს. თუმცა ამის მერე მალევე გავრცელდა უკვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს ბრიტანელებს გაეკეთებინათ, მიეწოდებინათ უკრაინელებისთვის და უკრაინელებს გაეჟონათ მერე მედიაში. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში ესეც ცოტა უფრო შეთქმულების თეორიისკენ მივყავარ. მე პირადად ამასთან შეთქმულების თეორიები არ მიყვარს. ამერიკის სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი აი ესეთი მაღალი რანგის კომუნიკაცია იშიფრება და ძალიან რთული არის, რომ მესამე მხარეს ეს ხელში ჩაუვარდეს. შესაბამისად, ის, ვისაც უეჭველი ქონდა დედანთან წვდომა, ეს არის თვითონ ამერიკული სპეცსამსახურები და რუსული სპეცსამსახურები. რუსულ სპეცსამსახურებს ამისი გავრცელება ჩემი აზრით არ აწყობდათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დისკრედიტაციის ქვეშ მოექცა ვიტკოფი. ვიტკოფი არის ის ერთადერთი პირდაპირი წყარო, რომელიც ამერიკასთან გააჩნია რუსეთს და თან აღარ არის არავისთვის საიდუმლო, რამდენად კეთილგანწყობილი არის ვიტკოფი რუსების მიმართ, ასე რომ მისი კომპრომიტირება რუსებს ნაკლებად აწყობდათ. აი რაც შეეხება ამერიკელებს, შესაძლოა სწორედ ეგრეთ წოდებულ
რეიგანის რესპუბლიკელების ფრთას მათ გაეჟონათ და ეს გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ამერიკული პოზიციები დაეცვათ და ამერიკული პოზიციები ამ შემთხვევაში არის სწორედ ეს ზესახელმწიფოება, როდესაც ნებისმიერ ფასად საკუთარ პარტნიორს არ წირავ. ანუ ის, რასაც ტრამპი ახლა ნებისმიერ ფასად მშვიდობას ეძახის, ნამდვილად არ არის მშვიდობა, მით უმეტეს არ იქნება ეს ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა, რომც შეწყდეს ცეცხლი დღევანდელ პუტინის დღევანდელ განცხადებებს თუ კი უსმინეთ, ნამდვილად ასე ვთქვათ, ძალიან ცალსახა არის, რომ ის არანაირ მშვიდობას არაპირებს, სანამ თავის მიზნებს არ მიაღწევს, თავისი მიზნები კი როგორც გითხარით არის ეს ნოვოროსია, რასაც ეძახის, რაც უკრაინის ფაქტობრივად ნახევარი არის, აღმოსავლეთ ნახევარი. რატომ არის ასე ვთქვათ, ახლა პუტინი ასეთ გონორზე? ასე ვთქვათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მან ტრამპის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდეგ, ხელმეორე გაპრეზიდენტების შემდეგ შეძლო ის დიპლომატიური იზოლაცია გაარღვია, რომელშიც ის იმყოფებოდა და გარდა ამისა, მან საშემოდგომო კამპანიისას და უფრო მეტად ოქტომბერ-ნოემბერში მიაღწია იმაზე მეტ წინსვლას ფრონტზე, ვიდრე მთელი საგაზაფხულო და ზაფხულის კამპანიის პერიოდში შეძლო. მიუხედავად ამისა, რომ ეს წინსვლა შეძლო, მიზნებს მაინც ვერ მიაღწია, ამას ყოველჯერზე ხაზგასმის ვიტყვი, იმიტომ რომ მიზანი როგორც საგაზაფხულოს, ისე საზაფხულოს, ისე საშემოდგომო კამპანიების იყო დონეცკის და ლუგანსკის საზღვრის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, ჩრდილოეთში, სუმსა და ხარკოვში 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა და ზაპოროჟიესა და ხერსონში რაც შეიძლება სიღრმეში შეწევა. ვერცერთ ამ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ფრონტზე ვითარება მართლაც კრიტიკულია და ახლა გადავიდეთ ნელ-ნელა უკვე ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე და რუკებზე, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუკი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ, თუკი არხი ვიდეოს უყურებთ და არ გაქვთ დალაიქებული, ახლა დაალაიქოთ და იაქტიუროთ კომენტარებში. და დავიწყოთ სწორედ ჰორიაპოლეს მიმართულებით, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ როგორც გითხარით, უკრაინის გენშტაბმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსებმა გარკვეული გარღვევა შეძლეს, საუბარი არის აი ამ გარღვევაზე, რომელიც ასე ვთქვათ deep state-ის რუკაზე საკმაოდ ასე ვთქვათ დაგვენებული ჯერ არ ასახულა, აი ამ მონაკვეთზე არის გარღვევაზე საუბარი, თუმცა სლივოჩნი კაპრიზის რუსული რუკაზე ასახულია უკვე, აი ამ გარღვევაზე არის საუბარი და ჰორიაპოლეს მიუახლოვდნენ, როგორც ხედავთ და ასევე ამ გარღვევას ადასტურებს თავად ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაც და ამ რუკას გთავაზობთ საუბარი არის სწორედ აი ამ გარღვევაზე, როგორც უკრაინის გენშტაბში განმარტეს, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დანაყოფმა, რომელიც ამაგრებდა პოზიციებს, თვითნებურად და მოულოდნელად დატოვეს პოზიციები და ეს პოზიციები მარტივად შეავსეს რუსებმა, ასეთი იყო გენშტაბის განმარტება, იმაზე რაც დღეს მოხდა, ასე ვთქვათ, თუმცა მოდით ახლა ზოგადად ჰორიაპოლეს მიმართულებას შევხედოთ, ახლა თქვენ უყურებთ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას, როგორც ხედავთ, აქ ვითარება აი ეს ყვითელი ზონა მთლიანად საბრძოლო მოქმედებების ზონა არის, ვარდისფერი არის რუსების წინსვლის მაჩვენებელი და ყველაზე სახიფათო რაც ჩემი აზრით ჰორიაპოლეს მიმართულებით ხდება არის აი ამ მონაკვეთზე გზის მონაკვეთის გადაჭრა. ეს არის გზა, რომელიც ჩამოდის ჩრდილოეთიდან, სოფელ პოკროვსკედან, მე წინა ეპიზოდებშიც გვიყვებოდით ამ გზის მნიშვნელობაზე, ერთ-ერთი მომარაგების ხაზი იქნება ეს ჰორიაპოლესთვის და თუკი აი ამ გზის გადაჭრა მოახერხეს რუსებმა რეალურად, მაშინ ჰორიაპოლესში გამაგრებულ უკრაინელებს საკმაოდ რთული მდგომარეობა ექნებათ. Deep State-ის რუკაზე რომ უკეთესად აგიხსნათ, საუბარი არის აი ამ გზის მონაკვეთზე, რომელიც ჩრდილოეთიდან ჩამოდის.
წითლად უკეთესად გამოჩნდება აი ამ გზის მონაკვეთზე და რადგან სხვა მომარაგების გზები, რომელიც ჰულიაპოლის მიმართულებით არის პრაქტიკულად ჩაჭრილი არის, როგორც ხედავთ, აქედან მთლიანად რუსების შეტევა არის, ამიტომ მას რჩება აი ეს ერთი მომარაგების ხაზი, ასე რომ აი ეს თუ გადაიჭრა მაშინ ჰულიაპოლის მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო გართულდება, თუმცა როგორც გითხარით, ახლა აქ აღნიშნული არ არის, თუმცა წინა რუკებზეც გაჩვენეთ და დაახლოებით საუბარი არის, რომ აი ესეთი გაჭრა აქვთ გაკეთებული რუსებს ჰულიაპოლის მიმართულებით. გადავიდეთ შემდეგ მონაკვეთზე და შემდეგი მონაკვეთი არის პოკროვსკი. იმავე ბრიფინგზე, სადაც უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ გარღვევა ჰქონდათ რუსებს ჰულიაპოლის მიმართულებით, ითქვა, რომ 11.5 კვადრატული კილომეტრი პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა რუსებისკენ გაწმინდეს. თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა მიმართულებაზე არის საუბარი და რუკებზე ასე ვთქვათ ასახული ჯერ არ არის. თქვენ ახლა უყურებთ Deep State-ის რუკას. აქ საგულისხმო ერთი ფაქტი არის, რომ უკრაინელები, როგორც იცით, აი ამ ზონაში იყვნენ გამაგრებულები და აქ ჰქონდათ თავდაცვის ზღუდეები გამაგრებული, მას შემდეგაც შეჟონება მოხდა პოკროვსკიში. თუმცა აი ეს გამაგრებული ზონა, როგორც მათ შორის Deep State-ის რუკაზე არის ნაჩვენები, მთლიანად საბრძოლო მოქმედებების არეალში არის მოქცეული და აი აქ პრაქტიკულად აი ნაჩვენები აი ეს ყელი რომელიც არის ხო პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ აღარ არსებობს მით უფრო თუ კი გადავალთ რუსულ წყაროზე სლივოჩნიკ აპრიზზე აქ ცოტა უცნაური სიტუაცია არის როგორც ხედავთ უფრო დიდი დაშორება არის დატოვებული და თითქოს უფრო მეტი საშუალება აქვთ აქედან გავიდნენ აქ არსებული დამყოფი უკრაინული დანაყოფები თუმცა სლივოჩნიკ აპრიზის და Deep State-ის რუკა შორის ის განსხვავება არის რომ სლივოჩნიკ აპრის აი ამ მონაკვეთში ეს არის ის მონაკვეთი სადაც უკრაინელებს იდეაში აქვთ გამაგრებული ფრონტი და რაც Deep State-ის რუკაზე საბრძოლო მოქმედებების ზონაში არის მოქცეული სლივოჩნიკ აპრიზის რუკაზე ეს ზონა აღებული აქვთ რუსებს და გადანაცვლებულია საბრძოლო მოქმედებები უფრო ჩრდილოეთით და რაც შეეხება ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას აქ ვითარება კიდევ უფრო კრიტიკულია ვიდრე თავად რუსების სლივოჩნიკ აპრიზზე აქ როგორც ხედავთ რეალურად აღარანაირი ყელი აღარ არსებობს სრულად საბრძოლო მოქმედებების ზონაში არის მირნოჰრადი მოხვედრილი რაც შეეხება უკრაინელების თავდაცვის პოზიციებს რომელიც აი ამ მონაკვეთზე არის განთავსებული როგორც ხედავთ ესეც სრულად საბრძოლო მოქმედებების ზონაშია და აი ეს ყვითელვარდისფერი ზონა ნიშნავს რუსების შეტევის განვითარებას სადაც აქვთ უპირატესობა მოპოვებული და აი მათ შორის აი ამ საბრძოლო აი ამ თავდაცვის ხუდეზე რომელიც დინარაზე გადის სრულად არის ასე ვთქვათ დაკავებული და პრაქტიკულად ნიშნავს ეს ყველაფერი რომ პოკროვსკისთვის და მირნოჰრადისთვის ბრძოლა ბოლოში გადის თუმცა მიუხედავად ამისა უკრაინელები აქედან ორგანიზებულ გასვლას როგორც ჩანს არ აპირებენ რადგან დღეს გაკეთებულ განცხადების მიხედვით რომელიც სირსკიმ გააკეთა იქ ბრძოლები გრძელდება და კიდევ გაგრძელდება ანუ შეგახსენებთ რომ ოქტომბრის ბოლო დღეებში პრაქტიკულად ნოემბრის დასაწყისში მოხდა სწრაფი შეჟონება პოკროვსკიში ამის შემდეგ რუსეთის გენშტაბმა დაახლოებით 10 ჯერ გამოაცხადა რომ პოკროვსკი ავიღეთო თუმცა ბოლო პერიოდში ამაზე ლაპარაკს თავი დაანებეს და იქ ასე ვთქვათ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ მაგრამ კიდევ ერთხელ მართლა ძალიან კრიტიკული მდგომარეობა რჩება ამ მონაკვეთზე. კარგით, ეხლა გადავიდეთ შემდეგ მიმართულებაზე და ეს არის ლიმანი იამპალის მიმართულება კიდევ ერთ ეს უკვე ზევით ხარკივის ოლქის მიმართულებით არის ლიმანამდე საკმაოდ დიდი დაშორება არის თუ კი Deep State-ის რუკას ასე ვთქვათ ვიხსენებთ საბრძოლო მოქმედებების არეალი გაფართოებულია თუმცა განსხვავებული ვითარება არის ბუნებრივია თავად სლივოჩნიკ აპრიზის რუსული წყაროს რუკაზე მათი მიხედვით იამპალი
აღებული აქვთ რუსებს და ლიმანის შემოგარენში ახლოს არიან უკვე და რაც შეეხება ომის შესწავლილ ინსტიტუტს, აქ არსებული მდგომარეობა ასეთი არის: იამპალი ბოლო 24 საათში აღებულ ტერიტორიად აქვს მონიშნული ომის შესწავლილ ინსტიტუტს, უპირატესობა ლიმანის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების ზონაში რუსებს აქვთ მიღებული და ლიმანში ჯერ შესრულები არ არიან, თუმცა ლიმანის ახლოს არიან და ლიმანი იქნება ალბათ კიდევ ერთი ასე ვთქვათ ქალაქი, რომელისთვის ბრძოლებსაც უახლოეს პერიოდში ვნახავთ. კიდევ უფრო ჩრდილოეთით რო გადავინაცვლოთ და აქ საუბარი კუპიანსკზე არის, რომელიც აი იმ ბრიფინგზე, რომელზეც ვილაპარაკე, კიდევ ერთხელ გამოაცხადა პუტინმა, რომ ავიღეთო ეს მართლა სასაცილოა, როდესაც თავი რომ მსოფლიოს ბრძანებელი გონია და დიდი დიქტატორი გონია, აი ასეთ რუსულ ტერმინს ვიხმარ მელკი ტყუილებს ამბობს, არაუღიათ ჯერ კუპიანსკი და არაუღიათ არც ერთი რუკის მიხედვით ჯერ რუკებზე ვისაუბროთ, აი ესეთი მდგომარეობა არის Deep State-ის რუკაზე, აქ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა ბოლო 15 დღის განმავლობაში, აი დააკვირდით თარიღებს, როგორ იცვლება და რაღაცა ნოემბრის ბოლომდე ჩამოვედით და ვითარება ამ რუკის მიხედვით უცვლელი არის შესაბამისად იმაზე საუბარი რომ დღეს რაღაცა კუპიანსკი აღებულია აბსურდი არის. თვითონ სლივაჩნი კაპრიზის რუკასაც რო დავხედოთ, ხედავთ რომ აქაც კი Deep State-თან შედარებით უფრო მეტი აქვთ დაკავებული რუსებს, თუმცა მთელი ქალაქია აღებული არ აქვს, აი აქ ჩამოდის მდინარე, რომელიც წყობს ქალაქს და მდინარეს აქეთ პრაქტიკულად არ აქვს აღნიშნული მონიშნა რუსებს და რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტის რუკას, აი აქ ასეთი ვითარება არის, საბრძოლო მოქმედებების არეალი გაზრდილი არის, აქ ჩრდილო დასავლეთის ფლანგზე, ასე ვთქვათ, რუსებს უპირატესობა აქვთ, ბოლო 24 საათში გამაგრდნენ ამ მონაკვეთში რუსები, თუმცა ქალაქი სრულად აღებული აქაც არ არის. თუმცა ვითარება კიდევ ერთხელ ვითარება ნამდვილად არის კრიტიკული, მაგრამ არა ისეთი, როგორცაც აღწერენ რუსები და თავად პუტინი და ბოლოს ვოვჩანკას მიმართულება დღეს თქვა, რომ ვოვჩანკაც ავიღეთო, ეს არის ჩრდილოეთით საზღვარი რუსეთ-უკრაინას შორის, აი ეს არის ქალაქი ვოვჩანკა. თქვენ ხედავთ ძალიან მარტივად, რომ ქალაქის დიდი ნაწილი ოკუპირებული არ არის და საბრძოლო მოქმედებების ზონა არის, აი აქ საბრძოლო მოქმედებების ზონაც არ არის, მაგრამ თუ კი კარგი Deep State-ს არ ვენდობით, გადავიდეთ სლივაჩნი კაპრიზზე. ეს არის რუსული წყარო, ვოვჩანკა, კიდევ უფრო ჩაუზომოთ რომ ნახოთ და აი ქალაქის ნახევარი არ არის დაკავებული, აი ეს ნახევარი დაკავებულია, ხოლო რაც შეეხება ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას, აი აქ ესეთი ვითარება არის, ეს არის ვოვჩანკა, რომელიც არის ასე ვთქვათ საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ეს არის ოკუპირებული რაც აქვთ რუსებს და მოკლედ ვოვჩანკაზეც ბატონმა ვოვამ მოიტყუა. და ვოვჩანკასთან დაკავშირებით მინდა ახლა გაჩვენოთ ერთი ვიდეო, რომელიც გუშინ გავრცელდა უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ არხებზე. Успел я вырваться перед тем все-таки этим заходом до телефона. Заставили силой, блядь, привязывали к дереву на 4 часа, прикинь. Это, сука, страшно, баба-йоги летают. Не хотел я все-таки в этот Волчанск идти, потому что из пацанов никто не возвращается почти. 300-е только максимум. Блядь, корешу вообще ТМ-ку привязали, на грудь отправили. Пиздец какой-то ужас. Бля, не иди туда, братан, все-таки, а? აი ამის ფასად აღწევენ წინსვლას რუსები, აი ესეთი სისასტიკის და ასეთი ხორცსაკეპი მეთოდით, ასე ვთქვათ. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიდეო, რომელიც შემოგთავაზეთ და კიდევ სხვა ვიდეოებიც მაქვს განთავსებული Telegram არხზე. მოგახსენებათ, ვინც ერთგული მაყურებელი, რომ Telegram არხის წარმოებას დავიწყე, სადაც არ მუშაობ იმ პრინციპით, რომ ოპერატიულად ყოველწამიერად განვაახლოს ამბები. უბრალოდ დღის ბოლოს, თუ კი გინდათ, რომ გასული დღის საინტერესო ვიდეოები მოკლე აღწერით ნახოთ ხოლმე, შეგიძლიათ
Telegram-ზეც გამომყვეთ, აღწერაში არის ლინკი და იქაც დამასაბსკრაიბოთ და დღის ბოლოს უბრალოდ ჩამოსკვლოთ და გასული დღის განმავლობაში არსებულ საინტერესო და მნიშვნელოვან ვიდეოებს ნახავთ ხოლმე. პრინციპში დღეისთვის სულ ეს იყო, გავედი ბოლოში, თუმცა კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ, იგივე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ანალიტიკის. ჩვენ ფრონტის ყველა მიმართულებაზე ვხედავთ, რომ ამ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკები გაცილებით უფრო კრიტიკულად აღწერს უკრაინის ვითარებას, ვიდრე თავად რუსული რუკებიც კი. და სხვათა შორის აქვე რუსულ მეინსტრიმულ მედიასა და რუს ბლოგერებს შორის არსებულ უთანხმოებაზეც მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, Z პატრიოტები, რომლებიც უშუალოდ ფრონტზე არიან, გაცილებით უფრო კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ფრონტზე, ვიდრე ტელევიზორებში, რუსულ ტელევიზორებში და ვიდრე თავად პუტინი. და რომელიც უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ ეპიზოდში ამასაც დავუთმობ დიდ დროს, ასე ვთქვათ, თუმცა მანამდე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის და ამიტომაც შეიძლება აგვიანებდეს რაღაცა ინფორმაციები აი ამ სლიოჩნი კაპრიზზე, ამის თქმა მინდოდა და ეხლა ისე ომის შემსწავლელი ინსტიტუტს რო დავუბრუნდეთ, ჩვენ ხედავთ, რომ მის რუკებზე, ასე ვთქვათ, ხშირად გაცილებით კრიტიკულია უკრაინისთვის ვითარება, ვიდრე თუნდაც სლიოჩნი კაპრიზის, ხო, Deep State-ზე რაფერი აღარ ვთქვათ, ამიტომ არანაირი, ასე ვთქვათ, საფუძველი არ არსებობს, რომ ის მიუკერძოებლობაში და ობიექტურობაში შევიტანოთ ეჭვი. და აი ამ, ასე ვთქვათ, ტემპის გამოთვლის და ანალიზის გაკეთების შედეგად იგივე ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ამბობს, რომ თუ კი აი ამ ტემპს შეინარჩუნებენ რუსები, რომელიც აქვთ საშემოდგომო კამპანიის დროს, მაშინ შეძლებენ დონეცკის საზღვარზე გასვლას 2027 წლის აგვისტოში. ანუ ჩვენ კი ეხლა რომ ვუყურებთ რუკებს თითქოს გააქტიურდა და თითქოს წინსვლა აქვს რუსებს და ეს მართლაც ასია, მაგრამ ეს წინსვლა და გააქტიურება აქვს პირველ რიგში იმის ფონზე, როგორი ჩავარდნაც ჰქონდათ ზაფხულის და გაზაფხულის კამპანიების დროს და არავინ ის სამთრის კამპანიის დროს რა მოხდება ან მომავალი გაზაფხულის, მაგრამ რადგან ეს წინსვლა აქვს და რადგან უკრაინას ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვს, რადგან ამერიკა ისე აღარ ეხმარება უკრაინას შერეღებით, როგორც ეხმარებოდა და პრინციპში ისე აღარ ეხმარება, კი არა, აღარ ეხმარება და უბრალოდ ევროპის გავლით ნატოს წევრ ქვეყნებზე ყიდის იარაღს ტრამპი და ესე შედის უკრაინაში, ეს ლოჯისტიკასთან გართულებულ ლოჯისტიკასთან და დროში გაწერილ გარემოებთან არის დაკავშირებული და ისე იმდენი იარაღი აღარ აქვს და ამ ყველაფრის ფონზე კი ახერხებს რუსეთი წინსვლას, თუმცა როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი თვლის, თუ კი აი ამ ტემპის შენარჩუნება შეძლებენ, მაშინ 2027 წლის აგვისტოში გავლენ დონეცკის საზღვარზე სრულად. ნახოთ ეს ანალიზი მათი გამართლება თუ არა, თუმცა აქვე საშემოდგომო კამპანიის და შესაბამისად ნოემბრისთვის ბოლო ეპიზოდი არის. შემდეგ ეპიზოდს უკვე დეკემბრის დასაწყისში, მომავალი წლის დასაწყისში მალევე ჩავწერ და შევაჯამებ ძალიან მოკლედ ნოემბრის კამპანიასაც, კი უბრალოდ საშემოდგომო კამპანიას, კი საშემოდგომო კამპანიამ რუსების საშემოდგომო კამპანიამ საზაფხულოს და საგაზაფხულოს აჯობა, თუმცა მაინც ჩაფლავდა, იმიტომ რომ ვერცეთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. ვერ გავიდნენ დონეცკის საზღვარზე, ვერ შექმნეს ბუფერული ზონა ჩრდილოეთ საზღვარზე, არა აქვს წინსვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით და მეტიც, პოკროვსკი და კუპიანსკიც კი ვერ აიღეს. მადლობა, დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე მიყურეთ, ვინც ხართ არხის გამომწერები, ალაიქეთ ვიდეოს, აქტიურობთ კომენტარებში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული, თქვენისაც გაქვთ დონაციის სრული, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერი არის და შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია. გარდა ამისა, პატრეონზეც დავრეგისტრირდი, ესეც დონაციის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება არის, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ, აირჩიოთ 3, 5 ან 7 დოლარიანი პაკეტი, ასე ვთქვათ, შეიყვანთ თქვენს მონაცემებს და შემდეგ უკვე ავტომატურად თვეში ერთხელ 3, 5 ან 7 დოლარს, რასაც თქვენ ასე ვთქვათ დაკლიკავთ, იმის დონაცია მოხდება და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, ისაც კიდევ ერთხელ წინასწარ მადლობა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ Telegram არხის წარმოება დავიწყე, არა ოპერატიულის, არამედ დღის ბოლოზე გათვლილი საინტერესო ვიდეოებით და იქაც შეგიძლიათ დამასაბსკრაიბოთ. მისი ლინკიც ასევე აღწერაშია. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა დროებით ნახვამდის.